იცით მე ვნახე თქვენი ანალიზები და აღმოჩნდა რომ გაქვთ ბუასილი და სკლეროზი. მართლა ექიმო, ვაიმე რა კარგია. მე მეგონა ბუასილი მექნებოდა. მეშინოდა. შვილო, მომისმინე? იცოდე, არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, რომ უკვე 18 წლისა ხარ და სრულწლოვანი. იცოდე, აი ასეთი მაკიაჟით და აი ამ მოკლე კაბით ვერსად ვერ წახვალ. გაიგე? სად მიდიხ? ვის ველაპარაკები? შვილო, ზურა! ზურა მოდია! ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. გამარჯობათ, ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. აი საბუთები. რატომ ზიხართ მთვრალი საჭესთან? აბა რო დავწვე დაბეჯინება უფროსო. ერთი წუთით. უკუდო თავში ვერ ჩაგიშვით. ხუდი არ წამომიდი. და ვერ ჩაგიშვით არ შეიძლება. მოხდა თვები ჩაგიშვით. კი ბატონო. რა პრობლემა? ეს შეიძლება? რამდენი უნდა გადაგიხადოთ? თქვენისთან და ლამაზი გოგონასგან ფულს არ ავიღებ. ვაიმე, მადლობთ და ყავა შემიძლია რომ შემოგთავაზოთ? ყავა სიამოვნებით. აი, მაქვს რძიანი, ცოტა მეტი შაქრით და ამერიკანო. რომელი გნება? არა იყოს. ბიჭო. ბევრი ხალხია რა. კი, ბიჭო, ძალიან ბევრი ხალხია. რა ვიფიქრე იცი? მეორე კლუბ ხო არ დაგვემატებინა და ლოჯში ხო არ დაგვედგა. კი, დაბიას. ესე იგი მოსკოვში სწავლობდით. დიახ. მოსკოვში დავამთავრე კომაროვი და აქაც დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტი. ანუ ორი დიპლომი გაქვთ. დიახ. მე მგონი მშვენიერი კადრია. კი, მეც მომწონს. გილოცავთ თქვენ დღეიდან ჩვენი თანამშრომელი ხართ. დიდი მადლობა. გილოცავთ. დიდი მადლობა. აი, ინებეთ. შეგიძლიათ მესმე. ბიჭებო, ბარკეთილის მესამედან გამოძახება არის, დიახ, ბაგების მიმართულებით, რომელი გახვალთ? ტარიფით 15 ლარი. ცენტრი მეოთხე ვარ, ნავთლუხში ვარ მეავალ. კარგი.
ცენტრის სამგორში ვარ, მე უფრო მალე გადავალ. ხო რა ვიცი გადაწყვეტეთ თქვენ თვითონ. ალექსეევიჩ, ცხეთის ქუჩა სადა? აბა, გისმენთ, რა შეასაქმე? აი, ექიმო, მამა ჩემი მოგიყვანეთ. დარაჭის მამას. რა ვიცი, ექიმო, ისე ჩაიქნია ჩემზე ხელი, რომ მხარი ამოვარდა. ტაქსი! გამარჯობა. შეგიძლიათ ლამაზი სექსუალური და კარგი გოგო პეკინამდე უფასოდ გაიყვანო? შევიძლია. მომიყვანა და წავიყვან. გამარჯობათ ბატონო ელგუჯა. გამოხვედით უკვე სამსახურში. უკაცრავად მეუცბად მივალაგებ და გელოდებოდით. აბა როგორი იყო საქორწინო მოგზაურობა? არა უშავდა რა, იყო. საქორწინო მოგზაურობაზე გამახსენდა ნაზი. ერთი 200 ლარს ვერ მასესხებ ხელფასამდე? ხელფასამდე. კი, რაღაცას მოგიხერხებთ. ბიჭო. ფეხბურთებზე რო დავდივართ ბიჭები. შენად ვარ დადიხ. ჩემი ცოლი არ გამომიშვებს ბიჭო რა, ხო ვიცი. მაგარი ეჭვიანი გოგოა. ხო? მე რიცი რა უნდა ქნა? რა? უნდა მიხვიდე სახლში. უნდა დააგდო ძირს. აიღო დიდი კამარი, მოსხო და მოწყო. მე ერთხელ რო გამიჭედა, აი ესე ვქენი და გაამართლა. აბა რა. მიდი ხა და საღამოს გელოდები. მაგარი ფეხბურთია. კარგი. მიდი. ბიჭო, გუშინაც ატვარი ყავ ფეხბურთს. არ გამართლა ჩემმა რეცეპტმა? ბიჭო, მივედი სახლში. ავიღე კამარი, როგორც შენ მითხარ. ხო. დავაგდე ეს ჩემი ცოლი და ურტყი. მერე დავფიქრდი. მინდა ვაფშე ამ ფეხბურთზე წამოსვლა. არ მიყვარს რა ეს ფეხბურთი. გამანები რა. ლეიტენანტი შალვა ცერცვაძე გამარჯობა. სიჩქარის გადაჭარბებით რომ მოძრაობდით, დავქნათ ეხლა. როდის მოძრაობ? როდის და ეხლა ჩვენმა რადარებმა დააფიქსდეს, რომ მოძრაობდით სიჩქარის გადაჭარბებით. არაფერი სიჩქარის გადაჭარბებით არ მოძრაობდი. მოქალაქე, მომეც თქვენი საბუთები. რა საბუთები? არაფერი სიჩქარის გადაჭარბებით მე არ მოძრაობდი. გეუბნებით სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდით, ხო თუ შეიძლება მოქალაქე, მომეც თქვენი. არაფერ საბუთებს არ მოძრაობდი. ერთი წუთი თუ შეიძლება, ძალიან გთხოვთ ნუეჩხუბებით ჩემს ქმარს. იცით, როცა ნასვამია, ადვილად ღიზიანდება ხოლმე. ნუეჩხუბებით. ნახევარ წუთზე მეტი ვერ გაძელი და კიდევ ცადოთ რა. მიდი.
წუთი გაძლო. წავიდა. გინდა კარტი ვითამაშო? კი ბატონო. მხოლოდ აუცილებლად მიწლავზე. კარგით, რაზე? სექსზე. თუ მე მოვიდე, თქვენ დაწვევით ჩემთან. კი ბატონო, და თუ მე მოვიგე? მაშინ მე დავწვევი თქვენთან. თუ შეიძლება თქვენი საბუთები. მსხილაძე, თია, როგორ ხარ შილო? კარგად, მანანამას თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობთ, რამხელა გასულ. რა კარგია პატრულში რომ ხარ? დიახ. როგორ მომენატრა სკოლის პერიოდი? აბა. გახსოვს როგორ მაბრაზებდი? დიახ, მახსოვს. ის თუ გახსოვს დაფაზე ბაყაყი რომ დამიხატე? ეგ როგორ არ მახსოვს, მაგრამ ის ბაყაყი მე არ დამიხატავს. და მაგის გამო საშემოდგომო რო გამომაყოლეთ, ეგ თუ გახსოვთ თქვენ. გახსოვთ ხო? ხო და მაშინ თუ გახსოვთ, თქვენ გადაკვეთეთ ღერძულა ხაზი და ძალიან გთხოვთ ამ ორიანის და ნოლიანის სიქით კიდევ ერთხელ მომიწეროთ ხელი. რა თქმა უნდა, მაშინ მაგ მარტო ორიანი იყო, მაგრამ ახლა ნოლიანიც ჩავამატე. ბიჭო, რა მოგატანიეს მეგონისგან? რა იყო, რა უჭირს მე? რა თუნდა შეჭამსახა თუ რა თუნდა ეს? შენ რო ყვილები მოუტანე ხო თაყნოსა. ეკიმო. ოპერაციის შემდეგ მალე გამწერთ? არა, მალე ვერ გაგწერთ. აბა როდის გავწერთ? აი იმ ხაზებს ხომ ხედავთ? კარდიოგრამის ხაზებია. აი ის რომ გასწორდება, აუცილებლად გაგწერთ. ხო. აუ. ნეტაროდის გასწორდება. თქვენ იმედი მოგეკი. ვინ არის ასო ამ ღამის 3 საათზე ვინ ეკავს რა უბედურება? ბატონო, და ალო, უკაცრავად, ბარდელია? დიახ, ბორდელია. ეხლა დედა შენს დაუძახებ თუ არის განთავისუფლებული და დაგალაპარაკებ. შენი დედა ნებიარია აცილმე. გოგო, შენ გუშინ გიოსთან გეძინა? არა, გოგო, რა მეძინა? გუშინ გავიცანი. უბრალოდ სექსი ქონდა და წამოვედი. საერთოდ არ მძინებია. რა შვები? ვერ ხედავ რა შვები? ვაშლის კურკებს ჭამ. რატო ჭამ ვაშლის კურკებს? რატო ჭამდა ამას რო ჭამ თურმე უფრო ჭკვიანი ხდები. ვა, გაჭამე რა? 2 ლარი მომეცი და გაჭმევ. აჰა. ვისე? Onlar 1 კილოვაში ხო ვიყიდი გასულ. აი, ხედავ? დაიწყეს კურკებმა მოქმედება. ჩამოჭამა.
ბიჭო ისეთი ვიწრო კარებია აქ მიცვალებულს ტყოდრუჭკით თუ გამოიყვა თუ არა აი მოვედით ძალიან დიდი მადლობა ისე სულ სახლამდე რომ მოგყავარ ხოლმე სამსახურის მერე ერთხელ არ გინდა ამოდი ჩემთან სახლში სახლში ხო ჩაი დავლიოთ ჩაი დავლიოთ კაი მაშინ შენ ადი მე მანამდე აფთიაქში შევირბენ ჩაისთვის რაღაცებს ვიყიდი და ამოვიდე კარგი მეორე სახლში კიდე ბიჭო მაინც ვერ ხვდები რატო ეყრები ცოლს სიგარეტს ეწევა და მოწიოს მე რა უჭი სიგარეტს ყველა ეწევა საწოლში ეწევა ეს მოწიოს საწოლში დიდი ამბავი ასო ყურში მაფერფლე გაკეთე და ბიჭლე აი ო კარგია ოჩახ შენიერია რა უშავს აი ეს ოჩახ ეს არ ჯობია გადასარავია ხოლოდ სამი შეცდომა ვიპოვნე წადი ახლა და აბა მეორე წინადადებასაც თუ დაწერა ტომოგრაფია გადავიღეთ მაგნიტორეზონანსის შედეგებიც გასაგებია. გამარჯობათ, უკაცრავად. ექიმო, ცოტა კი მერიდება, მაგრამ ახალ პაციენტს ვერ მომცემთ. ბიჭო, გუშინ არ მოგეცი ახალი პაციენტი? რა დაგემართა შენ? ერთი დღე ვერ გიძლებს ერთი პაციენტი. რა მოგივიდა, გადავირიე კაცი. რა ვქნავს, სწავლობ ექიმო, სწავლობს. წაიყვანე, ხა? მოგზადეთ, აი გიწყობთ. წავუძე.